6 მილიარდიანი პროექტი რო შენდება. ეგ იმხელა მასშტაბია, რომ ნუ აი ფაქტობრივად ქალაქი, ორი ქალაქი შენდება. პატარა ქალაქი, ორი. და თან ძალიან ძვირადღირებული უძრავი ქონების სახით. ძალიან ძვირადღირებული ძვირი რო იქნება, იქ ქონება და შეძენა ქონების და ეგ ხო ეგ იმდენად აბსურდია, რომ აქაურ მყიდველზე იგულისხმება, რომ ვერც მალავენ და არც მალავენ. უბრალოდ მთელი პრობლემა რა არის? ოცნების გამპრავლებლებით განან და ფეხებზე კიდიათ, იქ რაღაცა კი ბატონო არაბებმა იყიდონ, მე რა მოხდა, ეგრე უდგებიან და ნაწილი ოცნებისგან დაბნეული ხალხის რაღაცა თვალსა და ხელშუა დაეკარგება ხოლმე მნიშვნელოვანი დეტალები. აი რაღაც ინვესტიცია გაიგო და 6 მილიარდი და ინვესტიცია ხო რაღაცა 30 წელი გველაპარაკენ, რომ ინვესტიცია რაღაც კაი რაღაცაა და თუ მით უმეტეს ეს კაი რაღაცა 6 მილიარდის ოდენობით იყო, ანუ ბევრი კარგი რაღაცა. აი ეგრე წარმოუდგენელი. ინვესტიცია არის ხალხო, გაყიდე სოფელი ეკუთვნის არაბებს, იქ ააშენა ქალაქი. რა გაგაგიჟეთ, რა ზელაპარაკობთ საერთოდ. აი რაღაცა ეს არის ადგილი, მიყიდეს არაბებს. მიყიდეს არაბებმა და ააშენეს იქ ქალაქი. მე ეს ქალაქი რო ააშენეს, ქართველებს არა აქვთ მაგის პული, ამიტომ ქართველებზე არ თვლიან. მან ჩვენ უბრალოდ კორპუსი გვეკუთვნის და ქართველს მივყიდი, ეხლა არ თვლიან ქართველებს, იმიტომ რომ არა აქვთ ეგ პული ქართველებს და იქაც იცხოვრებენ ვიღაც არაბები და თურქები. ეგ არის გათვლა. ეგ არის მაგ პროექტის შინაარსი. თუ ამ პროექტის შინაარსი რამე სხვა არის, აქ უნდა იდგეს საკითხი როგორ იცი, ვიღაცა ოცნების გამპრავლებელი კი არ უნდა გამოდიოდეს და ხალხო ჯერ არ ვიცით რა არის შინაარსი და მოდი დაველოდოთ. ჯერ ჩანს ეს შინაარსი, ჯერ ჩანს რომ არაბებს აშენებინებენ ქალაქს, რომლის ყიდველიც აქ არ იქნება და თუ რამე სხვა არის, მასეთი საეჭვო რეპუტაციის ხელისუფლების შემთხვევაში მით უმეტეს, არა და ყველა ხელისუფლების შემთხვევაში. პირველები ისინი უნდა გამორბოდნენ პირველივე დღიდან და გამალებით უნდა ხსნიდნენ, რანაირად არის ეს სხვა რაღაცა პროექტი, სხვა რაღაც შინაარსის პროექტი. არა არაბების ქალაქი, რომელსაც ისევ არაბები იყიდიან ქონება და ისინი ცხოვრობენ. ამით რანაირად არის რაიმე სხვა შინაარსის პროექტი, რაც ნუ პრაქტიკულად გაუგებარი რა შეიძლება იყოს სხვა. ამიტომ რეალობა ეხლა რაც ეხლა ვიცით არის ეგ. არაბულ ქალაქს არაბები აშენებენ, ძალიან დიდი ტერიტორიები აძლევენ, მათზე ყიდიან და ძალიან დიდ ტერიტორიაზე აშენებენ ძალიან დიდი ფინანსური საფუძვლის მქონე ქალაქებს და ეს ფული იქნება როგორც მათი დემოგრაფიული ექსპანსიის შესაძლებლობა, ისე იდეოლოგიური ექსპანსიის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ივანიშვილის მასშტაბის ქონებით შემოვიდნენ არაბები და არსებობს ამ საერთოდ არის უფრო იდეოლოგიური თვალსაზრისით უფრო მოწყვლადი ხალხები, ქვეყნები, არსებობს ნაკლებ მოწყვლადი ქვეყნები, რიგი მიზეზების გამო დიდრები არიან მაგალითად, ყარად არიან თავის იდეოლოგიურ ხედვაში. ასევე არსებობს უფრო სახიფათო იდეოლოგიური ვექტორები, ქვეყნები, მხარეები, უფრო სახიფათო, იმიტომ რომ უფრო ეფექტური და ძლიერი იდეოლოგიური გავრცელების მექანიზმები აქვს და დემოგრაფიულად არიან ბევრად ძლიერად, არსებობს ეგეთი მხარეები და არსებობს უფრო კომფორტული მხარეები, რომელთაც ურთიერთობა, მასეთი ბიზნეს ურთიერთობა ზოგადად რისკის შემცველი ყოველთვის არის, მაგრამ ნაკლებ რისკის შემცველი. ამ შემთხვევაში, ნუ რა ვიცი ახლა ჩვენს რეგიონში არაბული ინვესტიცია 6 მილიარდის მასშტაბის. ეგ არის ეკონომიკური, დემოგრაფიული, იდეოლოგიური, პოლიტიკური ექსპანსიის როგორი საფრთხე იცით, აი მაგაზე დიდი საფრთხე რომ მოსაგონი ყოფილიყო რა, აი რაღაცა შევთხზათ, მოდი და მოვყვეთ, რომ აი რა შეიძლება, აი რაღაცა ცუდს გავეყარეთ და უარესს არ შევეყაროთ, ხო? აი ძნელი იქნებოდა და აი ახლა დაგვახვედრეს და ზოგადად ინვესტიცია შეიცავს თუ არა რისკს, მაგაზე ყველაზე რაღაცა დამაჯერებლად ალბათ ვინც მაგას აკეთებს ის ცემს პასუხს. დინარაძემ თვითონ გასცა მაგაზე პასუხი, როცა ჩვენს შეფასებებს უპასუხა ესენი რატო ამცნობენ ხალხს ამ საფრთხეების შესახებ, ალბათ ჩვენ არ გვენდობითო თუ რისკები რომ არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, აი მაგაზე კარგი დამზღვევი ოცნების ხელისუფლებას კარგი დამზღვევი რა შეიძლება იყოს და ჩვენ დავაზღვევთ, ანუ თუ თვითონ რაღაცას აზღვევენ, ესე იგი რისკები არსებობს, ხო? და რისკი არის თვითონ შინაარსში ინვესტიცია არის რაღაცა მოცულობის ქონების მიყიდვა და პროექტის განხორციელება. რაც უფრო დიდია ქონება და რაც უფრო დიდია მე პროექტი, მით უფრო დიდია გავლენა, რომელსაც ვიღაცა, ვინც აი ინვესტიციას დებს, ის იპოვებს, ხო? მაგალითად, ივანიშვილს რითი აქვს გავლენა, რა ვიცი, 6 მილიარდი აქვს და იმდენი რაღაცები ეკუთვნის
ქვეყანაში, აი მაგდენი ქონებით არის შემოსული და ოპერირებს ქვეყანაში, რომ აი რა ვიცი, მისი შესაძლებლობა ზემოქმედება მოახდინოს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ბიზნესზე, განათლებაზე არის განუზომლად დიდი, ვიდრე ვიღაცა ჩვეულებრივი ღარიბი ადამიანი. ამდენივე თანხა იყო გადახდილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, უბრალოდ ჩადებული საქართველოში. 30 წლის განმავლობაში. ხო, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით და ძალიან ბევრი წელი ალბათ კიდე მოვიმკით. ხო, ანუ ივანიშვილის ქონების ოდენობის რაღაც პროექტს ახორციელებენ. აი რამდენიც ამ ქვეყნის მართველი რო გახდა, მაგდენი ფული რო ქონდა და შეეძლო ოპერირება ჩვენს ქვეყანაში, გახდა ქვეყნის მართველი. მაგ მასშტაბის ქონებას ყიდულობენ და იწყებენ მის ამ პროექტის განხორციელებას, მის განვითარებას, ხო? უკვე გვერდზე რო გადავდოთ, აი არაბები რო ამას იყიდიან, ვინ იყიდის მერე, ვინ ამ უძრავ ქონებაში ვინ ჩასახლდება, რანაირი დემოგრაფიული გარემო იქნება, ვინ იმუშავებს მის მშენებლობაზე. აი ეგ ჯერ გვერდზე რო გადავდოთ, არაბების ხელში ამ ხელა ქონებით არაბების შემოსვლა ქვეყანაში არის უკვე ავტომატურად იდეოლოგიური რისკია. აი ყველას ხო ესმის რომ მაგალითად აი ICC ახორციელებს მრავალ მილიარდიან პროექტს, აი საკითხი რომ ეგრე დადგეს, ყველას ხო ესმის რომ ის პროექტი გულისხმობს მათ შორის მათი იდეოლოგიური ხაზის ქვეყანაში ძალიან გავრცელების, ეფექტურად გავრცელების საშუალებას. რა არის იდეოლოგიური? რას ნიშნავს ისინი აშენებენ რაღაც კორპუსს, რას გულისხმობთ? რა ვიცი, ვიღაცა 6 მილიარდით შემოდის, აი კორპუსს რო აშენებს, ტელევიზია არ ვიცი, რომ რაღაცა TV პირველს ასევე თანხები მისცეს იმისთვის, რომ მან აპრაოს, როგორი მნიშვნელოვანია აქ არაბების კიდე უფრო აქტიურად შემოსვლა და ყოველგვარი კონტროლის მოხსნა ამაზე და ყველა ვინც ამას ეწინააღმდეგება, როგორი ქსენოფობია, როგორი ბოროტმოქმედია და ქვეყნის განვითარების იდეას ურტყავს, ეგ ძალიან იაფად და მარტივად შეუძლიათ. ძალიან იაფად შეუძლიათ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ნაწილი საერთოდ არანაირი დამატებითი ფინანსური შესაძლებლობების უარის თქმელი არ არის. აი ეს პოლიტიკური ჯგუფები როგორ დაიწყებენ მათი ინტერესების ლობირებას, იმის ლობირებას, რომ არაფერი პრობლემა არ არის, კაცო, აქ იმის რა ქვია, პაკისტანელები თუ შემოვლენ უხვად და იაფ მუშახელად იმუშავებენ არაბების რაღაც პროექტებზე, ეს საერთო კლიენტში და პროდუქტს გაზრდის და ამ გზით სულ უფრო მეტი მათ შორის საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება, მათ შორის შემდეგ ამ ხალხის მიერ კიდევ მეტი და მეტი საკუთრების დაპატრონება და რამ უნდა გაუწიოს აი ამ გავლენებს წინააღმდეგობა ჩვეულებრივი ხალხი რომ რაღაცა მცირე თანხებით, რასაც მოახერხებენ და მოიკლებენ, შეკრებენ რაღაცა პოლიტიკური ძალის ძალაში ინვესტიციას განხორციელებენ და რაღაცა მცირე ტელევიზიები, მცირე პოლიტიკური ძალები შეძლება პატრიოტული პოლიტიკური ძალები შეძლებენ დაუპირისპირდნენ ამ ხელა ფინანსურ ნაკადს და ამის გარდა ხო ჩდება კითხვა რაღაც პროექტი ამდენად მასშტაბური ერთი წელი მიდიოდა ამაზე მოლაპარაკება. რაღაცა მართლა მაყურებელმა დაწერა მაშინ მახსოვს ავტობუსები რო შემოყავთ ორი თვე ამაზე ლაპარაკობდნენ. ერთი წელი ასეთი პროექტის ირგვლივ მიდიოდა მუშაობა. აი დღემდე არა თუ ის ერთი წელი არის. აი დღემდე რა ხდება მაგ პროექტზე? მართლა რას წარმოადგენს ეს პროექტი? რანაირად არ ვიცით. ეს არა ჩენს კითხვის ნიშნებს? ან კითხვის ნიშნებს არა ჩენს აი ეს MR ჯგუფი არის, მისი ჯამური ქონება არის 38 მილიარდი თუ 36 მილიარდი. დაახლოებით. 38 მილიარდის მქონე ქონების კომპანია რო იღებს და 6 მილიარდს აბანდებს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ანუ ქვეყანაში რომელიც ერთი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, ძალიან არასტაბილურია, შიდა მუდმივი კრიზისებია, მუდმივი კონფლიქტებია და ხელისუფლება რამდენხანს გააკაჩავს ან არ გააკაჩავს. ახლა შეიძლება აქ ვიღაცა რაღაც პროგნოზებს აკეთებდეს, რომ არა ჩემი აზრით ოცნებას არაფერი იმუკრა. დასავლეთს არ უღიარები აქვს ქართული ოცნება ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ხო, ნუ ახლა არაბებს მაგისი მაღალი საკმარისად მაღალი რწმენა რო ქონდეთ რომ ამას რაღაც ასე ხელშეუხებლობა იქნება, ნუ მან რაღაც ფაქტორები უნდა იგულისხმებოდეს. რანაირად აქვს ეგ რწმენა მასე, მაგდენს როგორ რისკავს და რო რისკავს, კი ბატონო, შეიძლება ვიღაცებმა დაარწმუნოს რომ აქ ყველაფერი მდგრადა და სტაბილურად არის, მაგრამ 6 მილიარდის პროექტს რო განახორციელებს, ის რაღაც თხოვნა ამოიგო. ფიზიკურად აქ რო ამოგების საშუალება იყოს, ვინმე კი არ დაასწრებდა ადგილზე, ადგილობრივი მოსახლეობის მეშვეობით აი რაღაც 6 მილიარდის სახლები აშენა სადღაც პირობითად ვამბობ და ეს 6 მილიარდის სახლები გაიყიდება რაღაც 10 მილიარდად გაიყიდება ჯამში. ვინმე კი ვერ დაასწრებს ჯამში. ვიღაცა აი კოლექტიურ არ ვიცი ხაზარაძეებს ან აი ეს შეძლებულ ხალხს, რომელსაც მათ შორის შეუძლია ცეცხლი აიყონ საკმარისი მასშტაბით თუ დამაჯერებელი ინვესტიციის
პროექტის წარმატება და განახორციელებ იმი კი არ დაასწრებ და უბრალოდ პრობლემა ისაა რომ აი რაღაც პროექტს რო ახორციელებ ხო არ შეიძლება აი მოდი გავხსნათ სადღაც სუპერმარკეტი სადღაც არ ვიცი თუშეთის მთებში გავხსნათ ძალიან გრანდიოზული სუპერმარკეტი ისე რომ ხალხი იქ ძალიან ცოტა ცხოვრობს და ფიზიკურად ვერ გაგეყიდება იმდენი რაოდენობის პროდუქცია რომ ამოიგოს დახარჯული ინვესტიცია ხო აქ რო რაღაც მასეც გეგმავს მან მყიდველი უნდა იგულისხმებოდეს ესე იგი რაღაცა საკმარისად დამაჯერებლად იცის რომ აი ეს ხალხი იქნება ამ ინვესტიციის მყიდველი ო საქართველოში მყიდველი არ ჩანს ჩვენ რო ლაპარაკობთ რომ წლების განმავლობაში გასატარებელი არის იდეოლოგიური სამუშაო იმისთვის რომ გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილება შესაძლებელი იყოს კომფორტულად რაც შიდა უზარმაზარი კრიზისის სახით კი არა და იმ სახით კი არა რომ აი რაღაცა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ეკონომიკურ ნაბიჯებს ვერ დგამ იმიტომ რომ შიგნით ამოგიყირავდება პოლიტიკური მდგომარეობა არამედ ეგ სამუშაო გასატარებელი არის წლების განმავლობაში იმიტომ რომ დაგვიდგება კრიზისული მომენტი და მზად არ აღმოჩნდებით მისთვის ამას რომ ვიძახდით რაცა ერთ ყურში უშვებდა ბევრი მეორედან ატარებდა და ეხლა დადგა მომენტი როცა დასავლეთი ჩაეხსნა და რა თქმა უნდა ეხლა დასავლეთისგან აუცილებელია სუვერენიტეტის აგლეჯა ჩვენი ქვეყნის და ეს ჩახსნა არის აუცილებელი პროცესი უბრალოდ დასავლეთი რო ჩაგეხსნება მან უნდა გესმოდეს რომ ეკონომიკური დარტყმა იქნება ეგ არ იქნება უმტკივნეულო ეკონომიკური თვალსაზრისით მაგას ან მზად უნდა იყო რომ საზოგადოება იდეოლოგიურად უნდა შეგუებული ყოფილიყო და მზად უნდა ყოფილიყო იმ გამოწვევებთან რომელსაც დაგახვედრებენ და უნდა შეხვედროდა საზოგადოება ისე რომ ნუ რას ვიზავთ კრიზისი იქნება ოღონდ ეს არის აუცილებელი კრიზისი რომელსაც ეს ფასი უნდა გადავიხადოთ და ეგ სამუშაოები არ ჩატარებულა ან პარალელურად უნდა მომხდარიყო საზოგადოების ცნობიერების შეგუება ამ ალტერნატივის დადგომის აუცილებლობასთან და ნუ ალტერნატიული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილები უნდა ჩატარებულიყო და შესაძლებელი ყოფილიყო აქამდე და ნაკლებ სახიფათო ფორმის ან ნუ აი ახლა გავიჭირეთ ამ მდგომარეობაში არც წინა მოსამზადებელი იდეოლოგიური სამუშაოები არ ჩაუტარებიათ ეკონომიკური დარტყმის საფრთხის წინაშე დავდექით და რა ვქნათ ახლა და მოდი აი არაბებს მივყიდოთ საქართველოში დიდი რესურსები იმისთვის რომ ამით შემოვიდეს ფული და რაღაცა დროით მაინც გამოვყაროთ ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობა აი ეგ არის არაბებზე ყიდიან ქვეყნის მომავალს იმისთვის რომ თავისი უახლოესი ეხლა აწყო ხელისუფლებაში ყოფნისა გაინახდო მანამდე ხო ამერიკაზე ეკეთეს იგივე